გამარჯობა. მე გიორგი ვარ და ამ ვიდეოში განვიხილავთ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხს, როგორ აფასებენ საფინანსო ორგანიზაციები ბიზნესს და მის გადახდის უნარიანობას. როდესაც მეწარმე სესხზე აკეთებს განაცხადს. განვიხილოთ ბიზნესის ანალიზის მნიშვნელოვანი ეტაპები. რა კრიტერიუმებს იყენებენ ბანკები, რას აქცევენ ყველაზე დიდ ყურადღებას და როგორ იღებენ გადაწყვეტილებას დაკრედიტების შესახებ. ბანკისთვის ერთ-ერთი პირველი კითხვა ყოველთვის უკავშირდება იმას, თუ რისთვის სჭირდება მეწარმეს სესხი, რადგან სესხის მიზნობრიობა უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. ყველაზე დადებითად ფასდება ის მიზნობრიობა, რომელიც პირდაპირ უკავშირდება შემოსავლების ზრდას. მაგალითად, საწარმოს გაფართოება, ახალი აღჭურვილობის შეძენა, მარაგების გაზრდა ან ახალი საწარმო ხაზის განვითარება. ასეთი მიზნობრიობა აჩვენებს, რომ სესხი ქმნის დამატებით ღირებულებას და არა დამატებით ფინანსურ წნეხს. ამის შემდეგ საფინანსო ორგანიზაცია გადადის ფინანსური გეგმის შეფასებაზე. არასაკმარისი ან ზედმეტად ოპტიმისტური პროგნოზები იწვევს კითხვებს. საფინანსო ინსტიტუტი ანალიზებს გეგმაში არსებულ დაშვებების რეალურ საფუძვლებს, რისთვისაც დეტალურად აფასებს გაყიდვების ისტორიას, ბაზრის მოცულობას, სამომავლო ტენდენციებს, არსებულ გამოწვევებს. შეფასების პროცესში საფინანსო ორგანიზაციისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორს წარმოადგენს მეწარმის თანამონაწილეობა. როდესაც მეწარმე პროექტში საკუთარ სახსრებს დებს, ეს ბანკისთვის დადებითი ფაქტორია და მიუთითებს, რომ მეწარმე თავადაც იღებს ფინანსურ რისკს და თავისი კაპიტალით ადასტურებს პროექტისადმი ერთგულებას. ფინანსური ანალიზი საწყის ეტაპზე ხდება ბიზნესის მიერ გაზიარებული ინფორმაციის საფუძველზე ფინანსური უწყისების ფორმირება და ანალიზი. შემდეგ უკვე იწყება ფინანსური მაჩვენებლების დეტალური შეფასება. ის ნაწილი, რომელიც ბიზნესის საქმიანობას რიცხვების ენაზე თარგმნის. პირველ რიგში განიხილება მომგებიანობის მაჩვენებელი და მოდით ჩვენს განვიხილოთ ეს კოეფიციენტები. დავიწყოთ საერთო მოგების მარჟით, რომელიც გვიჩვენებს შემოსავლებიდან რამდენი პროცენტი რჩება კომპანიას მოგების სახით, პროდუქტის თვითღირებულების გამოკლების შემდგომ. მნიშვნელოვანია საოპერაციო მოგების მარჟაც, რომელიც ასახავს რა სტოვებს ბიზნესის საოპერაციო ხარჯების გამოკლების შემდგომ. ხოლო წმინდა მოგების მარჟა გვიჩვენებს შემოსავლების რა წილი რჩება კომპანიას საბოლოო მოგებად უკვე ყველა ხარჯისა და გადასახადების გაღების შემდეგ. მარჟების გარდა მნიშვნელოვანია აქტივებისა და კაპიტალის უგუგების მაჩვენებლები. ისინი მიუთითებენ, რამდენად ეფექტიანად იყენებს კომპანია საკუთარ აქტივებსა და კაპიტალს. კომპანიას რა მოგების გენერირება შეუძლია მის ხელთ არსებული თითო ერთეული აქტივიდან და კაპიტალიდან. შემდეგი მიმართულებაა ეფექტურობა, ანუ რამდენად სწრაფად ბრუნავს აქტივები ბიზნესში. აქ ფასდება, თუ როგორ იღებს კომპანია თანხას მომხმარებლისაგან, რამდენად სწრაფად იყიდება და ახლდება მარაგები, რა პერიოდულობით უხდის ვალდებულებებს მომწოდებლებს და საბოლოოდ რა პერიოდი სჭირდება კომპანიას იმისათვის, რომ მარაგებში ჩადებული თანხა ისევ ფულის სახით დაიბრუნოს. ფინანსური მდგომარეობის შეფასებისთვის ლიკვიდობის კოეფიციენტების ანალიზდება. ისინი გვიჩვენებს კომპანიის უნარს საკუთარი მოკლევადიანი აქტივებით მოემსახუროს საკუთარ მოკლევადიან ვალდებულებებს. უფრო კონკრეტულად კი ფასდება ლიკვიდობის კოეფიციენტი, რომელიც აჩვენებს, რამდენად შეუძლია კომპანიას საკუთარი მოკლევადიანი ვალდებულების დაფარვა სწრაფად რეალიზებადი მოკლევადიანი აქტივებით. ითვლება როგორც მიმდინარე აქტივებისა და მიმდინარე ვალდებულების თანაფარდობით. ასევე მნიშვნელოვანია საბრუნავი კაპიტალის განსაზღვრა. თუ რა მოცულობის რესურსი აქვს კომპანიას ყოველდღიური ოპერაციების დაფინანსებისათვის. ითვლება როგორც მიმდინარე აქტივებისა და მიმდინარე ვალდებულებებს შორის სხვაობა და ასახავს ბიზნესის მოკლევადიან ფინანსურ შესაძლებლობას. ბიზნესის შეფასების პროცესში გადახდის უნარიანობის ანალიზი კიდევ უფრო სიღრმისეულ სურათს იძლევა. გადახდის უნარიანობის კოეფიციენტი აჩვენებს, რამდენად მძიმეა კომპანიის ვალის ტვირთი და რამდენად შეუძლია მას საკუთარი გრძელვადიანი ვალდებულების მომსახურება. ეს კოეფიციენტები გვაძლევს წარმოდგენას, როგორც კომპანიის ვალდებულების მოცულობაზე, ისე მის შემოსავლების შესაძლებლობაზე დაფაროს ეს ვალდებულებები. აღნიშნული მიზნით საფინანსო ორგანიზაციები აფასებენ ისეთ კოეფიციენტებს, როგორიცაა სესხის მომსახურების კოეფიციენტი, იგივე DSCR მაჩვენებელი, რომელიც გვიჩვენებს ყოფნის თუ არა ბიზნესს მის მიერ გენერირებული საოპერაციო მოგება სესხის შენატანების გადასახდელად. ასევე მნიშვნელოვანია დავალიანებისა და კაპიტალის თანაფარდობის კოეფიციენტი, რომელიც ასახავს კომპანიის აქტივების რა ნაწილია დაფინანსებული ვალდებულებით და რა ნაწილია დაფინანსებული საკუთარი კაპიტალით. ხოლო დავალიანებისა და საოპერაციო მოგების თანაფარდობის კოეფიციენტი კი გვიჩვენებს, რამდენად შეუძლია კომპანიას არსებული საოპერაციო მოგებით საკუთარი ჯამური ვალდებულების დაფარვა, ანუ რამდენად მძიმეა ვალის ტვირთი ბიზნესისათვის. რეალურად ეს კოეფიციენტები ბიზნესის საქმიანობას რიცხვების ენაზე თარგმნის. როდესაც ბიზნესი რიცხვების ენაზე გადაითარგმნება, ჯერ იმ სესხებლის პასუხისმგებლობის შეფასებაზე დგება. საკრედიტო ბიუროს ჩანაწერები აჩვენებს, რამდენად პასუხისმგებლობით ეკიდება მსესხებელი ვალდებულებებს
კარგი საკრედიტო ისტორია ბიზნესისადმი საფინანსო ორგანიზაციის ნდობას ზრდის. საბოლოოდ ცესხის აღების პროცესი ყველაზე ეფექტიანია მაშინ, როცა მეწარმემ წინასწარ იცის და ემზადება, ზუსტ და სრულ ინფორმაციას ათვლის ბანკს და კარგად ესმის, რა ეტაპებს მოიცავს დაკრედიტების პროცესი. ბანკის მიზანი არ არის დაბრკოლების შექმნა. მისი მიზანია შეაფასოს შეუძლია თუ არა ბიზნესს სტაბილურად, პასუხისმგებლიანად და ზედმეტი რისკის გარეშე განვითარება. სწორედ ამ პრინციპზეა დაფუძნებული საქართველოს ეროვნული ბანკის საზრდამხედველო მიდგომებიც.